ვფიქრობ ძალიან საინტერესოა და მხოლოდ ის თუ აი სად იყო ეს ადამიანი და ბოლოს სად აღმოჩნდა, ჩემთვის უკვე საკმარისია რომ ეს წიგნი წავიკითხო. ისიც საინტერესოა, რამდენად კმაყოფილი რჩება, ასე ვთქვათ, აი ამ წარმატებით, რომელიც რეალურად მისი შრომით მოპოვებული არ არის. ეჭვი მაქვს რაღაც ძალიან ემოციურისთვის ვიმეტებ საკუთარ თავს, მაგრამ მე ძალიან მიყვარს ემოციური წიგნები. მანამდეც იწერებოდა მსგავსი ნაწარმოებები, მაგრამ უშუალოდ ჟანრობრივ სტანდარტებს საფუძველი ჩაუყარა სწორედ ტოლკინმა. რას შეცვლიდით დროში მოგზაურობა რომ შეგეძლოთ და რაც კიდევ უფრო მთავარია, ვის ნახვას ისურვებდით. თუნდაც უკანასკნელად. მოგესალმებით. ამ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი საინტერესო წიგნი ითარგმნა ქართულად და გადავწყვიტე რომ დღევანდელ ვიდეოში სწორედ ამ საკითხზე გესაუბროთ. ავარჩიე სხვადასხვა გამომცემლობის რამდენიმე ახალი წიგნი, რომლებმაც ძალიან დამაინტერესა და რომლებიც ეგრევე დავამატე ჩემი წასაკითხი წიგნების სიაში. რამდენიმე მათგანს სულ ცოტა ხნის წინ გავეცანი და რამდენიმეზე უკვე მქონდა გარკვეული სახის ინფორმაცია. დღეს კი მინდა რომ გაგიზიაროთ ის ყველაფერი, რაც ვიცი ამ წიგნების შესახებ, მოგიყვეთ თუ რაზეა თითოეული მათგანი და რა თქმა უნდა გაგიზიაროთ ჩემი მოლოდინები. ასე რომ მოიმარჯვეთ თქვენი ყავა ან ჩაი და დავიწყოთ. დავიწყოთ პალიტრაელით და პირველი წიგნი არის ერეფ კვანგის ყვითელსახა. ეს არის სატირული რომანი, რომელიც ეხება ლიტერატურულ ინდუსტრიას, ინტელექტუალური საკუთრების მიტაცებას და იდენტობის კრიზისს. მთავარი პერსონაჟი არის ახალგაზრდა მწერალი ქალი ჯუნი, რომელსაც ძალიან უჭირს ფეხის მოკიდება საგამომცემლო სივრცეში. ხოლო მისი ყოფილი კურსელი, აზიური წარმოშობის ათენა, ფავორიტადაა ქცეული გამომცემლებისა და კრიტიკოსებისათვის. ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ ჯუნის ხელში ჩაუვარდება ათენას ხელნაწერი, რომელშიც რაღაც პატარა გარკვეულ ცვლილებებს შეიტანს და ფსევდონიმით გამოაქვეყნებს. ეს ნაწარმოები მოიპოვებს ძალიან დიდ წარმატებას, მაგრამ ნელ-ნელა ჩნდება ეჭვები ავტორის შესახებ და ჯუნიზე სოციალური მედიის ზეწოლა თანდათან იზრდება. ეს წიგნი მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება წარმატების სურვილმა ადამიანს გადააბიჯებინოს ყველანაირ მორალურ საზღვარზე. სანამ ქართულად გამოიცემოდა, ძალიან ბევრი რამ ხდებოდა ამ წიგნზე. სხვათა შორის ეს წიგნი გახდა 2023 წლის გამარჯვებული გუდრიცზე მხატვრულ ლიტერატურაში. კითხულების აზრი ცოტა გაყოფილია, როგორც მე ვნახე, ნაწილს ეს წიგნი ძალიან მოეწონა, ხოლო მეორე ნაწილი თვლის, რომ ამ წიგნის დასაწყისი უფრო მეტად საინტერესო და ჩამთრევია, ვიდრე განვითარება და დასასრული. პირადად მე ძალიან მინდა რომ წავიკითხო ეს წიგნი, რადგან მაინტერესებს აი ამ მთავარი პერსონაჟის თავში რა ტრიალებს. მაინტერესებს ზოგადად რას ფიქრობს, რას განიცდის, ისიც საინტერესოა, რამდენად კმაყოფილი რჩება, ასე ვთქვათ, აი ამ წარმატებით, რომელიც რეალურად მისი შრომით მოპოვებული არ არის. ფაქტია, რომ დადებითი პერსონაჟი არ არის ჯუნი და ვფიქრობ, კარგი იქნება თუ გავიგებთ იმას, თუ როგორ გახდა ისეთი ადამიანი, რომელმაც სრულიად დაკარგა მორალი. როცა წიგნის სიუჟეტი რაღაც ლიტერატურას და წიგნებს ეხება ხოლმე, პირადად ჩემთვის ესეც დამატებითი პლუსია. შესაბამისად, აი ამ დეტალებმა განაპირობა, რომ ძალიან მომინდა ამ წიგნის წაკითხვა და საკმაოდ კარგი მოლოდინიც მაქვს. ნახოთ. შემდეგი წიგნი არის ტოშიკაძუ კავაგუჩის სანამ ყავა გაცივდება. გადავდივართ ტოკიოში, სადაც არის კაფე, რომელიც მომხმარებლებს თავაზობს გემრიელ ყავას და ასევე შანსს, რომ იმოგზაურონ წარსულში. ყავს 4 სტუმარი, რომელიც ამ შესაძლებლობას იყენებს, მაგალითად ერთ-ერთ მათგანს სურს, რომ დაუპირისპირდეს იმ მამაკაცს, რომელმაც წარსულში მიატოვა. თუმცა, რა თქმა უნდა, არის გარკვეული წესები, რომლებსაც სტუმრები უნდა დაემორჩილონ, ისინი ხდებიან კონკრეტულ სკამზე და რაც ყველაზე მთავარია, ისინი აწმყოში უნდა დაბრუნდნენ მანამ, სანამ ყავა გაცივდება. ეს ისტორია იკვლევს მარადიულ კითხვას. რას შეცვლიდით დროში მოგზაურობა რომ შეგეძლოთ? და რაც კიდევ უფრო მთავარია, ვის ნახვას ისურვებდით. თუნდაც უკანასკნელად. ძალიან საინტერესო ჟღერს ჩემთვის ეს სიუჟეტი და ზოგადად აი მაგალითად დროში მოგზაურობა ან რაღაც ალტერნატიული სამყაროების ნახვა და მსგავსი თემები მე ძალიან მაინტერესებს. შეფასებებს რაც შეეხება, გულწრფელად რომ გითხრათ, მე პირადად არ მინახავს ამ წიგნზე, ასე ვთქვათ, გაგიჟებული ადამიანი. ზოგიერთ მათგანს მოეწონა, მაგრამ აი უმეტესად, ასე ვთქვათ, 5-დან 3 ვარსკვლავს უწერენ ხოლმე, როგორც ვნახე. ერთ-ერთმა ჩემო მეგობარმაც წაიკითხა და დიდად აღფრთოვანებული არ იყო, მაგრამ მაინც ძალიან მინდა რომ ეს წიგნი წავიკითხო, რადგან შეიძლება ჩემი აზრი არ დაემთხვეს რეალურად სხვებისას. რაღაცნაირად ეს სიუჟეტი ძალიან მიმზიდველი ჩანს ჩემთვის. გარდა ამისა, ძალიან ბევრი წიგნი შემხვდა ზუსტად იგივე კონცეფციით. რომ არის მაგალითად
კაფე, ან წიგნების მაღაზია, ან სამრეცხაო და ესე ადამიანი მიდის და მოგზაურობს ამ თავის მოგონებებში. შესაბამისად, ფაქტია, რომ ამ მწერალმა დიდი გავლენა მოახდინა სხვებზეც. ასევე დავამატებ, რომ არ იყო თავიდან ჩაფიქრებული, რომ ეს ყოფილიყო წიგნი. რეალურად ავტორმა დაწერა პიესა სპექტაკლისთვის და მაქსიმალურად იყო მოკლედ ეს დიალოგებიც, გარემოც და ყველაფერი მორგებული თეატრისთვის. და შემდეგ გამოიცა წიგნი. და აქვე კიდევ დავამატებ, რომ რეალურად ეს არის წიგნების სერია, მეგობრებო. და არ ვფიქრობთ, რომ მხოლოდ ეს ერთი ცალი წიგნია, 6 წიგნია უკვე გამოსული ამ სერიაში და შეიძლება კიდევ გამოვიდეს, ან ოფიციალურად დასრულებული არ არის. შესაბამისად, დიდი იმედი მაქვს, რომ პალიტრაელი გააგრძელებს დანარჩენი წიგნების თარგმნასაც და მხოლოდ ერთი ცალი არ გვექნება ქართულად. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ არავის არ ურჩევია ეს წიგნი ჩემთვის, მაინც ძალიან დამაინტერესა და გადავწყვიტე, რომ წავიკითხო. რატომაც არა. გადავიდეთ გამომცემლობა მოუბარზე და პირველი წიგნი არის ტოლკინის ბიოგრაფია. რა თქმა უნდა, ამ წიგნში ვეცნობით ტოლკინის ცხოვრების სხვადასხვა დეტალს. ასევე ვიგებთ, რომ მისი შემოქმედების მთავარ საძირკვლად იქცა სამხრეთ აფრიკაში გატარებული ადრეული წლები, პირველი მსოფლიო ომი და ოქსფორდის კოლეჯებში სწავლის ათწლეულები. ასევე მას ძალიან აინტერესებდა მითები და უძველესი ენების კვლევა. რაც ვფიქრობ, თუ მისი ნაწარმოებები იცით, ძალიან ლოგიკურია. ამ ადამიანმა ჩაუყარა საფუძველი ფენტეზის. მანამდეც იწერებოდა მსგავსი ნაწარმოებები, მაგრამ უშუალოდ ჟანრობრივ სტანდარტებს საფუძველი ჩაუყარა სწორედ ტოლკინმა. მე ძალიან მიყვარს ტოლკინი, წაკითხული მაქვს მისი ჰობიტი, ბეჭდების ბრძანებლის სამივე წიგნი და ასევე სილმარილიონი. სხვა წიგნებიც მაქვს თაროზე, მათი ჯერიც მოვა. შესაბამისად, ჩემთვის ძალიან საინტერესოა მისი ბიოგრაფია, მაინტერესებს როგორი ცხოვრება ჰქონდა და სად იპოვა ის ინსპირაცია, რითაც შექმნა ჩვენთვის დაუვიწყარი, შეუცვლელი და ჯადოსნური სამყარო. და ალბათ დამეთანხმებით, რომ ვინც ფენტეზის ჟანრში კითხულობთ, ყოველთვის იგრძნობა მისი გავლენა სხვა ავტორებზეც, ასე ვთქვათ, და ჩემი აზრით, ყველა ფენტეზის წიგნში აღმოაჩენთ რაღაც დეტალებს, რაც თქვენთვის უკვე ნაცნობია ტოლკინის შემოქმედებიდან. ამ ბოლო პერიოდში უფრო მეტად დავინტერესდი სხვათა შორის ავტორებით და ვფიქრობ მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ, რა ცხოვრება გაიარეს, რა მოახდინა მათზე განსაკუთრებული გავლენა, რომ უფრო უკეთ მივხვდეთ და ჩავწვდეთ მათ მთავარ სათქმელს წიგნებში. და ასევე ამ წიგნში არის შეტანილი საარქივო ფოტოები, რომლებიც მისი ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდს უფრო მეტად თვალსაჩინოს ხდის. ასე რომ ერთი სული მაქვს, რომ ეს წიგნი ხელში ჩავიგდო და წავიკითხო. შემდეგი წიგნი, რომელზეც მინდა რომ გესაუბროთ, არის ტარა ვესტოვერის განათლებული. ეს არის მემუარი, სადაც ვიგებთ, რომ ტარა და მისი და-ძმები იზრდებოდნენ აიდაჰოს მთებში, ღრმად მორწმუნე მორმონების ოჯახში. გოგონა ისე გახდა 9 წლის, რომ მას არ ჰქონდა დაბადების მოწმობა, არ დადიოდა სკოლაში, არ იყო ნამყოფი ექიმთან და ფაქტობრივად ის სახელმწიფოსთვის არ არსებობდა. საბოლოოდ მან მოახერხა მოჯადოებული წრიდან გაღწევა და დღეს ის არის კემბრიჯის უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორი და ჰარვარდის მკვლევარი. თუმცა მას ეს ტრანსფორმაცია და თავისუფლება უდიდესი ადამიანური მსხვერპლის ფასად დაუჯდა. სწორედ ამ თემებზე საუბრობს ტარა ძალიან გულწრფელად და შეულამაზებლად თავის წიგნში და წაკითხვის შემდეგ შევძლებთ, რომ მთელი სიცხადით გავიაზროთ, თუ რას ნიშნავს სინამდვილეში იყო განათლებული. ვფიქრობ ძალიან საინტერესოა და მხოლოდ ის თუ სად იყო ეს ადამიანი და ბოლოს სად აღმოჩნდა, ჩემთვის უკვე საკმარისია, რომ ეს წიგნი წავიკითხო. ძალიან მამოტივირებელია ჩემთვის მსგავსი ისტორიების მოსმენა და აღმაფრთოვანებელი. ზოგადად ადამიანებს გვჩვევია, რომ გვიყვარს ხოლმე მსხვერპლის როლში ყოფნა და როცა რაღაც არ გამოგვდის, ყველას და ყველაფერს შეგვიძლია რომ ეს დავაბრალოთ, მაგრამ შემდეგ ვისმენთ ასეთ ისტორიას. და ვხვდებით, რომ თუ კი რამის შეცვლა გვინდა, შესაძლებელია. უბრალოდ საკმარისად უნდა მოვინდომოთ. ასე რომ ძალიან დამაინტერესა ამ წიგნმა და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი გავლენა ექნება ჩემზე. რომ წავიკითხავ, აუცილებლად გაგიზიარებთ. შემდეგი გამომცემლობა არის დიოგენე და პირველი წიგნი, რომელზეც მინდა რომ გესაუბროთ, არის კარმენ ლაფორეტის არაფერი. ავტორმა აღიარება მოიპოვა 23 წლის ასაკში სადებიუტო რომანით არაფერი, რომელიც ეგზისტენციალური ლიტერატურის შედევრად არის მიჩნეული. ლაფორეტის შემოქმედებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ეგრეთ წოდებული ტრემენდიზმის ლიტერატურული მიმდინარეობის განვითარებაში, რომელიც რეალობის მძაფრ და ნატურალისტურ ასახვას გულისხმობდა. რაც შეეხება ამ წიგნის სიუჟეტს, ეს არის ავტორის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაფუძნებული რომანი, რომელიც მოგვითხრობს ახალგაზრდა ობოლი ქალის შესახებ, რომელიც პროვინციიდან ბარსელონაში მიემგზავრება სასწავლებლად. მდიდარ თანაკურსელებთან ურთიერთობა და ბარსელონას ქუჩებში ხეტიალი ამ ქალისთვის არის ერთადერთი გზა, რომ საკუთარი თავი ხელახლა შექმნას.
ეს ამბავი გაჯერებულია ეგზისტენციალური შფოთვით და ავტორი გვაჩვენებს თუ როგორ შეიძლება ინდივიდმა მოიპოვოს შინაგანი თავისუფლება ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაშიც კი. და ასევე მინდა წაგიკითხოთ პერუელი მწერლის მარიო ვარგას ლიოსას კომენტარი ამ წიგნზე. ომის ნანგრევებში კარმენ ლაფორეტმა 23 წლის ახალგაზრდა ქალმა შექმნა ნაწარმოები, რომელიც ლიტერატურული აფეთქების ტოლფასი აღმოჩნდა. სიმართლე რომ გითხრათ, ამ წიგნზე აქამდე არაფერი არ ვიცოდი და როდესაც დიოგენემ გაგვაცნო ეს სიახლე და თვალი გადავავლე სიუჟეტს, ძალიან დამაინტერესა. ვფიქრობ, რომ ასეთი მომენტი, აი ადამიანი თავს დაკარგულად რომ გრძნობ და რომ გაწუხებს ის კითხვები თუ ვინ ხარ, რისთვის ხარ მოვლენილი ამ ქვეყნად, რა უნდა აკეთო ცხოვრებაში და ასე შემდეგ, ადრე თუ გვიან ალბათ ყველას აგვისვამს საკუთარი თავისთვის. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს წიგნი ძალიან ბევრ ჩვენგანთან შეიძლება მოვიდეს ახლოს ემოციურად და ასევე ძალიან მაინტერესებს როგორი წერის სტილი აქვს ამ ავტორს. შემდეგი წიგნი არის ჯულია კამერონის ხელოვანის გზა. როგორც გვეუბნებიან, მნიშვნელობა არ აქვს თუ რამდენი წლის ვართ, ცხოვრების რა ეტაპი გვაქვს, ან რა სფეროში მოღვაწეობთ, ეს წიგნი დაგვეხმარება, რომ ჩვენი ცხოვრება წარმართოთ ჩვენი სურვილების მიხედვით. ავტორი გვიზიარებს ბევრჯერ ნაცად ინსტრუმენტებს, თუ როგორ უნდა ვიპოვოთ საკუთარი შემოქმედებითობა და როგორ უნდა მივმართოთ ეს ენერგია მიზნების მისაღწევად. ამ წიგნში არის მოცემული 12 კვირიანი პრაქტიკა, არის სხვადასხვა ტიპის დავალებები, რომლებიც დაგვეხმარება, რომ დავამსხვრიოთ შინაგანი ბარიერები. ძალიან ხშირად საკუთარი თავის კრიტიკამ ან თუნდაც საზოგადოებამ შეიძლება რომ ჩაახშოს ჩვენში შემოქმედებითობა და ალბათ ხშირად გიფიქრიათ რაღაც მომენტში, რომ საკმარისად კარგი არ ხართ. ავტორი კითხვის, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს რეალურად ეს შემოქმედებითი ენერგია და თუ კი მას მივაკვლევთ, შევძლებთ, რომ საკუთარი თავი განავითაროთ. როგორც ვნახეთ, ძალიან ბევრი ჰოლივუდის ვარსკვლავი და ასევე მწერალი სწორედ ამ წიგნს მიიჩნევს თავის საიდუმლო იარაღად. ზოგადად ვეთანხმები ავტორს, რომ სფეროს მნიშვნელობა არ აქვს, შემოქმედებითობა შეგიძლია ყველაფერში გამოიყენო ადამიანმა და პირადად ჩემთვის ძალიან საინტერესოა ასეთი ტიპის პრაქტიკები და გულწრფელად მჯერა და საკუთარ თავზეც გამომიცდია, რომ ამ პრაქტიკებს თუ მიყვები და მართლა აკეთებ, შედეგი ყოველთვის აქვს. აი უმეტესად თუ ვიღაც სკეპტიკურად არის ხოლმე განწყობილი მსგავსი პრაქტიკების მიმართ, რომ ვეკითხების შემდეგ, რომ აი რომელი პრაქტიკა ცადე ან რა გააკეთე, მეუბნებიან, რომ არაფერი არ უცდიათ. და პირადად მე ნამდვილად მინდა რომ ვცადო ეს 12 კვირიანი პრაქტიკა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემოქმედებითი ენერგიის აღმოჩენა ძალიან ბევრ რამეში დამეხმარება. ახლა კი გადავიდეთ ქარჩხატის გამომცემლობაზე და პირველი წიგნი არის ამანდა პიტერსის კენკრის მკრეფავები. სიუჟეტი ვითარდება ინდიელების ოჯახის გარშემო. ზაფხულის ერთ დღეს 4 წლის რუთის გაუჩინარება სამუდამოდ შეცვლის ამ ოჯახის ცხოვრებას. მათი ყოველდღიურობა სავსეა სიღარიბით, შრომით, უიმედო ძიებით და მოუშუშებელი ტკივილით. ვეცნობით რუთის ძმას, ჯოს, რომელიც 6 წლის იყო, როდესაც მისი და გაუჩინარდა და მიუხედავად იმისა, რომ უკვე ძალიან ბევრი წელია გასული ამ მოვლენიდან, ის მუდმივად იტანჯება დანაშაულის შეგრძნებით და ყოველთვის უსვამს საკუთარ თავს კითხვას, თუ როგორი იქნებოდა მისი ცხოვრება, რუთი რომ არ დაკარგულიყო. ამის პარალელურად კი ვეცნობით მდიდრულ გარეუბანში მცხოვრებ ნორმას, რომელსაც მუდმივად აწუხებს კითხვები თავის ბავშვობასთან დაკავშირებით, აშკარაა რომ მას მშობლები რაღაცას უმალავენ, ეუბნებიან რომ ყველა ფოტო, რაც კი მას 5 წლამდე გადაუღეს, უბედური შემთხვევის შედეგად დაიწვა, ასევე მას აქვს მშობლებისგან განსხვავებული კანის ფერი, ის მუდმივად ხედავს სიზმრებს, ესიზმრება ადამიანები, რომლებიც მისი ოჯახის წევრები რეალურად არ არიან და მიუხედავად კითხვებისა, ის ვერანაირ პასუხს ვერ იღებს მშობლებისგან. საბოლოოდ ამ საიდუმლოს გამჟღავნებას დასჭირდება 10 წლეულები. ეჭვი მაქვს რაღაც ძალიან ემოციურისთვის ვიმეტებ საკუთარ თავს, მაგრამ მე ძალიან მიყვარს ემოციური წიგნები. ჩემმა მეგობარმა შემოიტანა ეს ნაწარმოები ჩვენი წიგნის კლუბში, ასე რომ ყველანი შევძლებთ ერთად წაკითხვას. ძალიან მაინტერესებს. ვფიქრობ, რომ წინ მელოდება ძალიან ისეთი გულისამაჩუყებელი ისტორია და მიუხედავად იმისა, რომ ამ წერლის შემოქმედებას არ ვიცნობ, მაინც ძალიან კარგი მოლოდინი მაქვს და რატომღაც მგონია, რომ ძალიან მომეწონება ეს წიგნი. ნახოთ. და ბოლო წიგნი არის კლერ ლესლი ჰოლის გახლეჩილი მიწა. მთავარი პერსონაჟი არის ბეთი, რომელსაც ყავს ძალიან თბილი და ძალიან კეთილი მეუღლე და მასთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს.
თუმცა მის ცხოვრებაში მოულოდნელად ბრუნდება გაბრიელი, რომელიც ბედს თინეიჯერობისას უყვარდა და რომელმაც წლების წინ გული გაუტეხა. გაბრიელი სოფელში ბრუნდება თავის ვაჟთან ერთად და ეს ბიჭი ბედს ძალიან აგონებს თავის შვილს, რომელიც უბედური შემთხვევის შედეგად დაეღუპა. ამ კაცის დაბრუნებასთან ერთად იმატებს დაძაბულობა, ნელ-ნელა მჟღავნდება საშინელი საიდუმლოებები და საბოლოოდ ბედს უწევს არჩევანის გაკეთება იმ ქალს შორის, ვინც ახლა და ვინც მანამდე იყო. როგორც ვიცი, ეს არის ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი წიგნი, საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს სიუჟეტი. ბოლო გვერდებამდე არის რაღაც პასუხგაუცემელი კითხვები, რომლებიც მუდმივ ინტერესში ამყოფებს მკითხველებს და ეს წიგნი არის გაჯერებული ვნებებით და ემოციებით. ძალიან ბევრი რამაა საინტერესო ჩემთვის ამ წიგნში. მაინტერესებს ბედს როგორი ურთიერთობა აქვს თავის ქმართან, რა მოხდა გაბრიელთან. ასევე ძალიან ბევრჯერ არის ნახსენები, რაღაც შემზარავი საიდუმლოებები, რომლებსაც ფარდა უნდა აეხადოს და ასევე რა თქმა უნდა ძალიან საინტერესოა რა არჩევანს გააკეთებს საბოლოოდ ბეთი. ფიქრობ ძალიან კარგი წასაკითხი წიგნი იქნება და ძალიან ემოციური. ნახოთ და მივუახლოვდით ვიდეოს დასასრულს. ფიქრობ ნამდვილად ძალიან საინტერესო სიახლეები შემოგთავაზეს გამომცემლობებმა. ძალიან გამიხარდება თუ გამიზიარებთ კომენტარებში რომელმა წიგნმა დაგაინტერესათ ყველაზე მეტად. და ასევე თუ რომელიმე უკვე წაკითხული გაქვთ, გთხოვთ რომ გამიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები. თუ კი ეს ვიდეო მოგეწონათ, გთხოვთ რომ დაალაიქოთ და თუ წიგნები გიყვართ, არ დაგავიწყდეთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი. წინ კიდევ ბევრი საინტერესო ვიდეო გელოდებათ. ახლა კი გემშვიდობებით და წარმატებულ კვირას გისურვებთ. დროებით.